5-0 საქართველოს ფუტზალის ეროვნულ ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა პირველ ამხანაგურ მატჩში. საქართველოს და ესტონეთის ნაკრებების მეორე შეხვედრა უკვე დღეს ჩატარდება. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 5 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხის სპორტის შემოგთავაზებთ. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მე-100 თამაში იყო, რაც სიმბოლური იყო და ესე დროს გამარჯვება კიდევ უფრო დიდ მუხტს გაცლევს მომავლისთვის. კარგია, სამუშაო გვაქვს, ძალიან ბევრი მომენტი გქონდა, ახლა კი მოვიგეთ შეიძლება 5-0, მაგრამ არ ასახავს რა, ძალიან ბევრი მომენტი გავაცუდეთ, რაზეც აუცილებლად სამუშაო გვექნება. საღამოს კარგი ანალიზი იმისთვის, რომ ამ მანგარიშმა ხვალინდელ თამაშს შეცდომაში არ შეგვიყვანოს. კარგია, გოლი არ გაუშვით, იმიტომ რომ ძალიან რთული თამაშები გველოდება, ყველამ ვიცით იანვარში. ესტონეთი ჩვენზე სუსტი ნაკრებია შედარებით და ველოდით ამ გამარჯვებას, ამ შედეგსაც, ამ სხოვებას ბურთებითაც, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ძალიან განვითარდით. ზოგადად ქართული ფუტზალი ძალიან განვითარდა, რაც აისახება, რომ უკვე მეორედ თამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე და მეორედ მოხვდით ევროპის ჩემპიონატზე. ხოლო თვითონ თამაშს რაც შეეხება, უფრო ემსახურება ეს თამაშები, აი მოსამზადებელს უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის, იმიტომ რომ მთავარი ბრძოლები, მთავარი თამაშები იქ ველოდება.